ანალიტიკოსების დრო დგება ახლა ჩვენს ეთერში და დავიწყებთ საუბარს ბატონ გია ხუხაშვილთან, რომლის სკეპტიციზმით 4 ოქტომბრის დაპირებებთან დაკავშირებით ამ სტუდიაში არაერთხელ გაჟღერებულა. სიმართლე გითხრათ, მე მგონი არც მას და არც მე არ გვაქვს იმის სურვილი, რომ ბევრი ვისაუბროთ იმაზე, რაც მოხდა, თუმცა მომხდარის შედეგებზე საუბარი მაინც აუცილებელია, იმიტომ რომ ამან რაღაც გარკვეული ახალი დინამიკა მაინც მიცა არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. ამის მაგალითია 50 ახალი პატიმარი, ამის მაგალითია დღეს დაინიცირებული ცვლილებები კანონმდებლობაში, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამკაცრებს და ძალიან ართულებს პროტესტში ჩართული ადამიანების მოქმედების რესურსს. როგორ შეაფასებდით ბატონო გია დამდგარ რეალობას 4 ოქტომბრის შემდეგ? რეალობა შემაშფოთებელია, მოდით ესე ვთქვათ. ხელისუფლებას ჰქონდა, ჩვენ ბოლოს ამაზე ვისაუბრეთ, ჰქონდა თავისი გეგმა, რომ 5 ოქტომბრისთვის ძირითადად ჩაეყარა საფუძველი, ხო, იმ რეჟიმისთვის, რაც ჰქონდა განზრახული თავიდანვე და ამ მიზნის, ესე რომ ვთქვათ, შესასრულებლად ორი ამოცანა ჰქონდა გადასაწყვეტი. ერთი ამოცანა ეს იყო, რომ უნდა ჩაეტარებინა არჩევნები მეტნაკლებად, ესე რომ ვთქვათ, აი ესეთ გარემოში, ხო, დიდი ბრძოლების გარეშე უნდა მიეღო გადამწყვეტი უპირატესობა ამ არჩევნებზე და მეორე, რაც დამახასიათებელია, ხო, ესეთი ტიპის ავტორიტარული რეჟიმებისთვის, იგივე მომენტში უნდა მოეხდინა ერთგვარი ძალის დემონსტრირება. რაღაც შეთქმულების თეორია, გადატრიალების მცდელობის ბაზაზე და ამ შემდეგ. სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლებამ ეს ორივე ამოცანა წარმატებით გადაწყვიტა, ხო, და ამასთანავე სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლების ამ ამოცანების გადაწყვეტაში არც თუ უკანასკნელი როლი ითამაშა საკუთრივ ოპოზიციამ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო დიდი პროვოკაცია, ხო, ხელისუფლების მხრიდან სტიმულირებული. მე ამას ვამბობდი წინა პერიოდში და ვაფრთხილებდი საზოგადოებას, რომ ამას არ ავყოლოდით ყველა. სრულიად ცხადი იყო, რომ სუსის დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო, რომელშიც როგორც პროვოკატორები, ჩანერგილი პროვოკატორები, ასევე სასარგებლო ბრიყვები იქნენ გამოყენებული, ხო, აღარაფერს ვამბობ იქ ფსევდოსპონსორებზე, ხო, ვითომ სპონსორებზე, ვინც ესე რომ ვთქვათ, რაღაც განცდას ქმნიდნენ, რომ ეს ყველაფერი იყო რაღაცნაირად კარგად ორგანიზებული. და ეხა დაარჩენი რაც მოხდა ვნახეთ, ხო? ბატონ გია, როცა თქვენ სიტყვა სპონსორებს ამბობთ, გულისხმობთ არა მარტო დავუშვათ ფინანსურ შემადგენელს, არამედ ამ პროცესის მხარდამჭერს სისტემის შიგნიდან. იქნება ეს გარკვეული ინფორმაციების ან გარკვეული მოლოდინებით მომარაგების ამას გულისხმობთ. იმიტომ რომ შენ უნდა შექმნა დამაჯერებლობის განცდა, ხო? დამაჯერებლობის განცდა რო შექმნა, რაღაც ესე რომ ვთქვათ, რაღაცები უნდა შემოყარო. სხვაშორის ეს იმდენად სისტემურად და იმდენად კარგად იყო ორგანიზებული ხელისუფლების მხრიდან, რომ მე ვფიქრობ, აქ FSB მუშაობდა, აქ არ იყო მარტო ჩვენი სპეცსამსახურები, ინტელექტუალური დონე ამას არ ეყოფოდა. რუსეთში ეს მატრიცა უკვე დიდი ხანია კარგად არის დამუშავებული. ყოველ შემთხვევაში რაღაც მეთოდიჩკები რო ქონდა წაკითხული რუსული, ეს ფაქტია, ხო? ნამეცადინებით თუ იყო, მაგრამ მე რატომაც მგონია, რომ პირდაპირ ჩართულობის ელემენტებიც აქ ესე რომ ვთქვათ, წარმოდგენილი იყო რა. ასე რომ ესეთი სევდიანი სურათია, მაგრამ მე მინდა თუ არა უარესის მოლოდინი, აი პირდაპირ ცოტა მძიმე შეკითხვა უნდა დაგისვათ 4 ოქტომბრის გაგრძელებასთან და შედეგებთან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ დაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებას გაცილებით უფრო ცუდი სცენარით განვითარების
მოლოდინი კი არ ქონდა, არამედ მუშაობდა ამაზეც და რესურსი ქონდა, რატომ არ გამოვიდა ეს ცალკე თემა არის და დღეს მე ვფიქრობ სიმხდალის ამბავია. და აი დავასრულებ შეკითხვას დიახ და ის ტემპი და დინამიკა, როგორთაც ხელისუფლება მიდის ახლა კაპიტალიზაციის თვალსაზრისით, რამდენად შეესაბამება 4 ოქტომბრის იმ შედეგს, როცა ყველაფერი მართლაც ერთი ჩამოჭრილი ღობის გადანგრევით დამთავრდა ფაქტობრივად და ამაზე კაპიტალიზდება, ხო? აი დღევანდელი გადაწყვეტილებები 5000 ლარიანი ჯარიმა იცვლება 15 დღიანი პატიმრობით და 20-იანი და შემდეგ შემთხვევაზე უკვე შეიძლება 1 წლიანი პატიმრობითაც კი, ნუ ძალიან რთულდება ამ ხრივ სიტუაცია. ხო, ნუ ეს დამახასიათებელია რეჟიმებისთვის, ხო, რეჟიმს ერთგვარი ბულემია ჭირს, ესე რომ ვთქვათ, ბულემია ჭირს ძალაუფლების, ესე რომ ვთქვათ, კონსოლიდაციის, ხო, ეს ვერ გაჩერდება, სულ უფრო და უფრო მეტი კონტროლი, მეტი ესე რომ ვთქვათ, ძალაუფლება უნდა მიიღოს, იმიტომ რომ გაჩერების ეშინია, იმიტომ რომ გავს განცდა, რომ გაჩერების შემთხვევაში შეიძლება ჩამოიშალოს, ამიტომ მუდმივად დამძიმებისკენ იქნება ეს ყველაფერი. ხა რაც შეეხება თვითონ სცენარს, მე გეთანხმებით, რომ მათ შეეძლოთ, რა თქმა უნდა, უფრო შორს წასულიყვნენ. აი მაგალითად შეეშვათ ეს ხალხი შიგნით შენობაში შეეშვათ, იქ რაღაცები დალეწილი იყო და ეს შემდეგ და ეს შემდეგ. სხვა შორის ფაქტია რომ ელოდნენ, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული GDD-ს წარმომადგენლები შეჭურვილი ხალხი გამოვიდა საკმაოდ გვიანი იმ კარებიდან, ხო, სადაც რეზიდენცია არის. ანუ ელოდნენ, რომ ეს ხალხი აღარ შევიდა შიგნით შენობაში. ეთქობაში რაღაც, ნუ ეხლა ხდალი ხალხია მაინც, ხო, კი, ნებისმიერ რაღაცაზე ხელის მომწერები არიან. მაგრამ ბოლომდე ვერ მიდიან, ხო? ბოლომდე ვერ მიდიან და ამან ითამაშა მე მგონი გარკვეული როლი. რაც შეეხება შედეგებს, ხო, მე არ ვიქნებოდი მაინც აი ესეთი პესიმისტი, ხო, ბოლომდე. მე ვფიქრობ, რომ სტრატეგიული ამოცანა ხელისუფლება მაინც ვერ გადაწყვიტა, ხო? უფრო ეს ტაქტიკურ გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ სტრატეგიული ამოცანა, რომ სამზარეულოებში შეერეკა საბოლოოდ პროტესტი, ხო? ავტორიტარული რეჟიმი ხო ესე მკვიდრდება, მისი ამოცანაა დათვითოკაცება პროტესტის და სამზარეულოებში შერეკვა. ეს არის მეორე ეტაპი, აი ამ ანუ არის ავტორიტარიზმი, ეხა დიქტატურაში გადადის ეს ყველაფერი და დიქტატურის სიმპტომებია ეს ყველაფერი და ნუ შემდეგ განზრახულია უკვე საკუთრივ ტოტალიტარიზმში გადასვლა, როდესაც მარტო პოლიტიკურ ოპონენტებს კი არ სჯი, არამედ სამზარეულოში რაზე ჩურჩულებენ, ისიც რომ უნდა იცოდე, ხო? ნუ საბედნიეროდ ჯერ ამისგან შორს ვართ, ესე ახლოს არა ვართ, ესე რომ ვთქვათ, ამ ბოლო სტადიასთან მისულები. ტაქტიკური გამარჯვება მათ მოიპოვეს, უდაოდ შეიძლება ითქვას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სერიოზული გადაჯგუფების სერიოზული, არა ისეთი, აი რასაც ვლაპარაკობთ, რომ იგივე პოლიტიკური კლასით ჩვენ და 1000-ჯერ ხალხში მოდით ამაზე ცოტა უფრო მეტი გითხარით. აი მე ბატონი ბადრი მყავდა ხა ცოტა ხნის წინ სტუმრად, მანამდე ახალ ფორმულაში სხვა ფლანგის პოლიტიკური ლიდერი იყო წარმოდგენილი. ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში მათი თანამშრომლობის წინაპირობები თითქოს არ არსებობს და გამორიცხულია. არც არის საჭირო, იცით? აი რა სუბიექტებისგან უნდა ხა დღეს გახდა პოპულარული ძალიან, რომ ახალი პარტიები უნდა შეიქმნას, ახალი ადამიანები გამოჩნდნენ და ასე შემდეგ, რის საწინააღმდეგოც მე კი არაფერი მაქვს, მაგრამ რეალური პოლიტიკური პროცესი ესე ადვილად, ასე თქვათ, დროში მით უმეტეს ვერ კრებს ხოლმე სასურველ ბრუნვას, ხო? ჩვენ ვართ ძალიან ღრმა კრიზისში, როდესაც არსებული რეალობების გამოყენებით და პლუს რაღაცით უნდა მოხდეს რამე. თქვენ როგორი ხედვა გაქვთ ამ ხრივ? ნუ რა არის იცით პოლიტიკური ველი ეხლა ნუ გასაგებია რომ ძალიან პრობლემატურია ახალი პოლიტიკური ძალების გამოსვლა ბაზარზე, მაგრამ მეორე მხრივ არის დეფიციტური მოთხოვნა, ხო? ანუ სერიოზული დეფიციტია და ეს ადგილი ეხლა ცარიელი დიდხანს არ უნდა დარჩეს წესით, ხო? და ახალი მოთამაშეების გამოჩენა არათუ ესე რომ ვთქვათ, უნდა გამორიცხოთ, არამედ სასოცხლოდ აუცილებელია. დეფიციტი რომელ ფლანგზეა უფრო მეტად? ანუ რადიკალურ ფლანგზე შედარებით და ვთქვათ პირველ ეტაპზე, რადიკალურ უფრო კონსტრუქციულ.
რა არის იცით რადიკალურ ფრთაზე აქტიობის საფუძველი მოთხოვნა არის რა თქმა უნდა რადიკალური კლასის აქტიური კლასის და მათი ესე რომ იმდენად ინტენსიურად მიმდინარეობს მათი ესე რომ პროპაგანდა რომ გონია ვიღაცას რომ ეს განწყობებია ეს არ არის სინამდვილეში კი ბატონო ადამიანები ძალიან გაბრაზებულები არიან მაგრამ რადიკალური გზით ხო ანუ ლეგალური პოლიტიკის მიღმა ქუჩის პროტესტით, საყოველთაო დაუმორჩილებლობის გზით და ასე შემდეგ შედეგის მიღების რესურსი ამ საზოგადოებას დღეს არ აქვს. ეს სრულიად ცხადია, შესაბამისად ეს უფრო კონსტრუქციული გზები უნდა ვეძებოთ, ანუ ლეგალურ პოლიტიკურ სივრცეში უნდა დარჩეს ეს ყველაფერი და რასთავარია ხალხთან მუშაობაა საჭირო, ხო, იმიტომ რომ ხალხი ხელისუფლებას ცვლის არამხოლოდ იმიტომ რომ არსებული ხელისუფლება არ მოწონს არამედ ამასთანავე ვისაც ირჩევს ისიც უნდა მოწონდეს ხო ისიც უნდა მოწონდეს უნდა ენდობოდეს უნდა მიყვებოდეს და ამ შემდეგ ამ მეორე ნაწილში ჩვენ არსებულ პოლიტიკურ კლასს აქვს სერიოზული პრობლემა ჩვენ დღეს ხელისუფლების არალეგიტიმურობის პრობლემა ხო არა გვაქვს მარტო ოპოზიციის არალეგიტიმურობის პრობლემაც გვაქვს ხო და აქ ვითარება ყოველდღიურად მძიმდება აი მაგალითად მე გეტყვით რომ ეს ბოიკო აი 4 ოქტომბრის ესე რომ ვთქვათ აი ეს აქტიური მომხრეები ვინც იყვნენ ხო მათი ისინი დღეს საზოგადოებაში გაკოტრებულები არიან ჩათვალეთ იმიტომ რომ უმძიმესი შეცდომები დაუშვეს ხო რა თქმა უნდა პოლიტპატიმრები არიან და ჩვენ მათ ყველანაირად მხარი უნდა დაუჭიროთ და უნდა უთანაგრძნოთ ხო მაგრამ პოლიტიკურად გაკოტრებულია ეს ხალხი ხო ეხლა გასაგებია ერთი როდესაც ჩვენ პირად გმირობას აჩვენებ პირადი გმირობის მაგალითს აჩვენებ და ესე რომ ვთქვათ იმაშვები მიდიხარ ციხეზე მიდიხარ და შეიძლება უფრო ფიზიკურ ზიანზე წახვიდე მაგრამ სხვა საკითხია როდესაც შენს გამო 50 კაცი შეიძლება სხვა დაიჭირო ხო რომელიც შეცდომაში იყო შეყვანილი თუ რაღაც ილუზიაში იყო ხო ეს პასუხისგებლობის ტვირთი ამ ადამიანებს აქვს ეხლა თავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი გიორგი რაც მე მინდოდა მეთქვა ეს არის ბოლოსკენ მიდი ჩვენ ინტერვიუ დიახ კი ბატონო ძალიან მოკლედ გეტყვით იგივე კითხვა რაც ბადრის დაუშვით ხო იმ კითხვაზე პასუხი მინდა გაგცეთ უბრალოდ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ეს არის ძალიან სწრაფად გასაკეთებელი იმიტომ რომ მე პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ რომ 2026 წელს რიგარაში არჩევნები არის გარდაუვალი არა შიგა პოლიტიკური მიზეზებით, შიგა პოლიტიკა აქ არაფერ შუაში არ არის. უბრალოდ ორი სცენარი არსებობს მოვლენების განვითარების, ხო? ან რუსეთში ვრჩებით, ან პერსპექტივა გვიჩნდება დასავლეთთან. ან რუსეთში ვრჩებით, ან არა, ხო? ორივე შემთხვევაში გარდაუვალია და აგიხსნით რატომ? იმიტომ რომ თუ ხელისუფლება აგრძელებს ამ რუსეთის იმპერიაში რეინტეგრაციის პროცესს, მაშინ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჭირდება და მიმართებელების საკონსტიტუციო უმრავლესობა შესაბამისად მე მგონი ამაზე გვისაუბრია ჩვენ მეორე, ხო? ანუ მას ჭირდება და შესაბამისად რუსეთი თვითონ მოითხოვს რომ აქ ესე რომ ვთქვათ კონსტიტუციაში ეს მოლოდინები არტიკულირებულია აი გუშინელი დროების სიუჟეტი შემიძლია გირჩიოთ რომ ნახოთ და იქ პირდაპირ ამაზე საუბრობენ ღიად საუბრობენ უკვე და თუ პუტინი ძალიან დასუსტდა და ბიძინას ეხა პრინციპში თუ დაინახა რომ პუტინი ძალიან სუსტია გადაგდება არ ეშლება ბიძინა ეს ცნობილი გადაგდების ჩემპიონია რა აქედან გამომდინარე მას დაჭირდება ლეგიტიმურობის აღდგენა დასავლეთთან ხო თუ გადათამაშებას გადაწყვეტს და ამ შემთხვევაში იძულებულია რომ რიგარეში არჩევნები ჩაატაროს იმიტომ რომ სხვანაირად ლეგიტიმაციას დასავლური სტანდარტით ვერ მიიღებს ასე რომ ჩვენ შემოდგომაზე მომავალი წლის მაღალი ალბათობით უნდა ველოდოთ არჩევნებს მაგრამ თავარი ისაა რომ ამ არჩევნებისთვის მზად უნდა ვიყოთ არა იმ აი კლიშეებით და რაღაც ერთი და იგივე საუბრებებს და ხალხს ყველაფერი ეს რა ხალხს უნდა რეალური გეგმა, რეალური ლიდერები, რომლებსაც ენდობა და აი შემდეგ ხა ტელევიზორებიდან ეს საქმე არ კეთდება რა. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ ამ ტელევიზორიდან ბრტყელი ფრაზებით, თან ერთი და იგივე ტექსტებით, ხო? ამას აზრი არ აქვს. ნებისმიერ არმია სჭირდება თავარსარდალი. არ არსებობს ომი მოგებული სარდლობის გარეშე, რაც არ უნდა მაგარი არმია ყავდეს. და სარდლებად უნდა ივარგონ ამ პოლიტიკოსებმა.
ჩვენ ჩვეულებრივი ჯარისკაცები ამით ამაყობდნენ რომ ჩვენ ჩვეულებრივი ჯარისკაცები ვართ პროცესში ეხლა გენერალი რო იმით ამაყობს რომ ჯარისკაცი ეხლა ნორმალურია ვერ გავიგე რა ეს ამბავი მადლობა ბატონ გია მადლობა